მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 8 ივნისია, ორშაბათი და ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ჩვენს თეატრალურ ორშაბათში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა გვინდა მიუძღვნათ სენიურ მეტყველებას, სასცენო ხმას და იმ გამომსახველობით ძირითად ფორმას, რაც არის დამახასიათებელი დრამატული თეატრისათვის. ქართული თეატრი პრაქტიკულად გადაარჩინა დრამატული საზოგადოების შექმნა მე-19 საუკუნეში და ჩვენმა დიდმა მამებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ შექმნილიყო სასცენო თეატრალური ენა. ერთ-ერთი პირველი ამის ავანგარდში თუ შეიძლება ასე ითქვას, რასაკვირველია როგორც ყველა სხვა საქმის, იყო ილია ჭავჭავაძე და მან გარდა იმისა, რომ მოუწოდა მისი დროის მწერლებს დრამატურგიის მიმართულებითაც ნაწარმოებები შეექმნათ და შექმნეს კიდეც, ამას გარდა მან დაიწყო მეფელირის თარგმნა, მოიწვია ახალგაზრდა ივანე მაჩაბელი და პრაქტიკულად მაჩაბლის თარგმანების ქართული ენა იქცა სენიურ ენად ქართული თეატრისთვის. აქედან გამომდინარე, უკვე 150 წელია თითქმის, რაც ქართული ენა ქართული სცენიდან არის დამკვიდრებული ყველაზე სწორ ქართულად, თუ შეიძლება ასე ითქვას. ინტონაციურადაც გამომდინარე იქედან, რომ მახვილი როგორც ასეთი არ არსებობს ქართულ ენაში, აზრობრივი მახვილისა თუ აქცენტის გაკეთებით სცენიდან მსახიობი ერთგვარი განმანათლებელიც ხდებოდა, რათა ესაუბრა სწორ ქართულად. რომ არა ეს, ჩვენ აღმოვჩნდებოდით სხვადასხვა გადმოქართულებული პიესების ანაბარა, რომელიც ძირითადად იყო ფრანგული ვოდებილიდან აღებული, ან ძველი თბილისის, მოგეხსენება თბილისი ინტერნაციონალური ქალაქი იყო, ძველი თბილისის სურათებით, რომელიც სხვადასხვა ვოდებილში იყო გამოყენებული და ნახევრად რუსულ, სომხურ ენაზე მეტყველებდნენ ესა თუ ის პერსონაჟები. დღევანდელ ქართულ თეატრში, რა თქმა უნდა, დგას სასცენო მეტყველების პრობლემა. ეს პრობლემა გამოწვეულია ბევრი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით, მაგრამ მაყურებელს ეს მიზეზები არ აინტერესებს. მაყურებელი ყიდულობს ბილეთს და თუნდაც მესამე იარუსზე მყოფმა უნდა გაიგონოს და შემდეგ უკვე გაიგოს, რა ხდება სცენაზე. და რაც მთავარია, თეატრის ვალდებულებაც არის, რომ სწორ ქართულად ვიმეტყველოთ სცენაზე, თუ კონკრეტულ პერსონას არ ჭირდება მეტყველების დამახინჯება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი თეატრის მსახიობი დათო როსტომაშვილი, რომელთანაც ჩვენ ვისაუბრებთ მის შემოქმედებით გზაზე და იმ პრობლემაზე, რასაც გადაცემის პირველ ნაწილში შევეხეთ. ჩემო დავით, შენ უკვე არაერთი წელია ხარ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, თუმცა მანამდე გქონდა სენიური ნათლობა, ასე ვთქვათ, თუმანიშვილის თეატრში, ინსტიტუტში თავისთავად, ინსტიტუტის სპექტაკლებში არაჩვეულებრივი პედაგოგები ყავდა, ბატონი გიზო ჟორდანიას, ქალბატონი ბაბულია ნიკოლაიშვილი, შემდგომ უკვე მანარა ბერიკაშვილის სახით
და მე მიმაჩნია რომ აი ის რაც მოხდა 2-3 სეზონის განმავლობაში თუნდაც შენთან მართებაში უკვე ხარ გადასული რაღაც ახალ ეტაპზე გამოცდილება დაგროვილი უკვე ოსტატი რომელიც შემოდის სცენაზე და იგივე ბრმაძაღლები იგივე ჰამლეტი იგივე მუსაიფი თუ ლამბალო და ყაშა ამის ნათელი მაგალითია და აქტიორულადაც მე მიმაჩნია და ბრმაძაღლებს იმიტომ ვახსენებ პირველ რიგში რომ ის არ არის ჩემი დადგმული სპექტაკლი და დანარჩენი ჩემი სპექტაკლებია და ცოტა მერიდება ამიტომ მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ ოსტატობისკენ თუმცა მე ამ შემთხვევაში მინდა გავიხსენო სპექტაკლი ფრთხილად ადამიანები რომელშიც თქვენ არ მონაწილეობდით მაგრამ იქეცით მთავარ გმირად თქვენი ხმა იყო პერსონაჟი დასრულებული პერსონაჟი და არაერთი მაყურებლისგან მომისმენია რომ ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი არის სწორედ ხმა თქვენ ხართ საზოგადოებრივი მაუწყებელის ხმა ასე ვთქვათ თავარი ხმა და დღევანდელ გადაცემას ჩვენ ვუძღვნით სასცენო მეტყველებას მეტყველების კულტურას და მნიშვნელობას სასცენო მეტყველებისა თუნდაც საზოგადოებისთვის ქართული ენის სწორ ქართულად დამკვიდრებისთვის და ამაში ლომის წვლილია იმ ადამიანების რომელთა ხმა ისმის კადრს მიღმა და ჩვენც დღემდე თქვენ გახმოვანებულ სარეკლამო რგოლებს უშვებთ სპექტაკლის წინ თუ ვაფრთხილებთ მაყურებელს რომ მობილურები გამორთონ თუ აგერ მაგალითად რამდენიმე სპექტაკლში სულ ახლახან დადგმულ არ დამიძახოთ ბებიაშიც მაგალითად ისმის თქვენი ხმა რომელიც წამსვე ყურადღებას აქცევინებს მაყურებელს თქვენ რო არ შეგწუხეთ არ ვამბობ აჯადოებს თქო მაგრამ არც უმაგისობა აი რა მნიშვნელობის არის სასცენო მეტყველება მსახიობისთვის და უკვე მაყურებლისთვის პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო დიმა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ასე სპონტანურად აღმოჩნდი უცბად აი ამ გადაცემაში და ვარ სტუმარი. გაიხარ. მინდა უსურო ამ გადაცემას ძალიან ბევრი საინტერესო რუბრიკა, წინსვლა, გაფართოვება, ფართო აუდიტორია და უფრო მეტ მასებზე გასვლა, რადგან ვფიქრობ, რომ თვითონ თემა არის ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და აუცილებელი. რაც შეეხება მადლობა მინდა გადავიხადოთ კიდევ ამდენი რაღაცა ქება და თქვა დაუმსახურებელი არაფერი მithქვამს ოსტატად ჩემი წარმოჩენა ძალიან დიდი მადლობა თუმცა მე ვფიქრობ რომ ოსტატობამდე ალბათ ჯერ კიდევ ბევრი მიკლია და რაღაცა დროთა განმავლობაში შეიძლება ყოველ შემთხვევაში სურვილი და მისწრაფება მაქვს რომ ამ საფეხურზე საერთოდ მსახიობი როცა ახალ როლს იღებს და იწყებს ნულიდან ყოველთვის ის მსახიობი არის განვითარებადი და ის სულ განვითარდება და თუ მსახიობი დაიჯერებს და ან დაკმაყოფილდება მიღწეულით ის რა თქმა უნდა ვერ განვითარდება. ამიტომ ეს კომპლიმენტი არ არის, ეს არის ის რეალობა რაც ხდება. მე მაგალითად არ ვახსენე ამ ჩამონათვალში დემფორტის როლი სეილემის პროცესში, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც რეჟისორის არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მეტი რომ არ შეიძლება, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ როლს ყავდა პირველი შემსრულებელი არაჩვეულებრივი ახალხანს წასული ამ ქვეყნიდან ბატონი ნუგზარ ყურაშვილი ჩვენ რაღაცნაირად იმდენი დრო ვერ დავუთმეთ და ამიტომ მე რაღაცა სულ მეთანაღრება ეს თემა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ამის მერე გავიდა რაღაცა პერიოდი დაგროვება მოხდა იმის და ჩვენ არ დავიწყეთ გატირება იმ როლთან არამედ რაღაცა ახლის შექმნის სურვილით ავინთეთ და ამან გამოიწვია არა მარტო მე და ამიტომაც ვახსენებ პირველ რიგში გიორგი ჩალაძის დადგმულ ბრმაძაღლებს, სადაც მართლაც შენი და ზურიკო აბსაჯანიშვილის ძალიან საინტერესო დუეტი შედგა. რომ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას,
რა მნიშვნელობა აქვს მაინც მეტყველების კულტურას სცენას? რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ასევე რა თქმა უნდა სცენაზე. პირველ რიგში სიტყვა მოდის სცენიდან და ეს სიტყვა აუცილებლად უნდა იყოს, ამ სიტყვას უნდა კონდეს წონა, რაც თავარია, ჟღერადობა. უნდა მიდიოდეს მაყურებლამდე, თუნდაც ბოლო რიგამდე და ბრუნდებოდეს იქიდან კიდევ უკან, იმავე წარმატებით. მინდა გავიხსენო ჩვენი ინსტიტუტის, მაშინდელი ინსტიტუტის, ეხლა უკვე უნივერსიტეტის მეტყველების კათედრა, სადაც დამხვდა პირველ კურსზე პედაგოგი ბაბულია ნიკოლაიშვილი. ქალბატონი ბაბულია უკვე ასაკში იყო და ჩვენი ჯგუფ აქტიურად მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში გავიარეთ პირველი კურსი ჩვენმა ჯგუფმა და შემდეგ უკვე შემოვიდა ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი. ქალბატონ ბაბულიასთან ის ძველი სკოლის პრინციპები გავიარეთ და აი შემდეგ უკვე მანანა ბერიკაშვილთან უკვე ცოტა თანამედროვე სკოლა შემოვიდა. მეტყველებაც ისეთი უფრო მორგებული, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, დროთა განმავლობაში ტენდენციები იცვლება და მოთხოვნილებაც შესაბამისად. და მეტყველებაც ასე თუ ისე თვითონ ფორმა ხდება თანამედროვე და უფრო მეტად არის მოსარგები მაყურებლის ინტერესზე და იმაზე თუ რა სიტყვის მაყურებელი. იმიტომ რომ ძველი ენით მეტყველება მაინც და მაინც ახლა დღევანდელ დღეს უკვე მიზანშეწონილი აღარ არის. ახლა ჰამლეტშიც ახალი თარგმანით მუშაობს. სპეციალურად მაგ ფორმას არ ითხოვს თვითონ რეჟისორი, ან თვითონ მასალა. აი მე გაგახსენებთ ერთ როლს. იგივე ქალბატონ მანანა ბერიკაშვილთან ათამაშეს, სადაც თქვენ პედაგოგს თამაშობდით სცენაზე. ჩვენ გველის დიდება. იქ ხომ არ იყო რომელიმე თქვენი პედაგოგი, პროტოტიპი ამ პედაგოგის? იცით, მაგ დროს მოხდა ისე, რომ აი ამ პერსონაჟში გავაერთიანეთ ფაქტიურად ყველა, ვისთანაც კი გარშემო შეხება გქონდა ყველა პედაგოგთან და რეჟისორთან. აი ყველას სახე თითქოს ცოტა იყო ჩადებული. და იქ იმახსოვს მე ეპიზოდი, როდესაც თქვენ კატეგორიულობით ითხოვდით მეტყველების მიმართულებით, ხო? კი, ყურადღებას და ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რაღაცნაირად ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება. აი ამ სცენის მიღმა დავიწყე გახმოვანება, სადაც ასევე რაღაცნაირად წარმატებას მივაღწია, იმიტომ რომ ასე რო ყოფილიყო, დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ხმის პოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა რა, რომ ისე თქვენ ევიდებით საჯაროდ ლექსის საკითხვას, თუმცა არსებობს ჩანაწერები და ძალიან საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ ვერიდები უფრო როგორ ვთქვა, არ ვერიდები, ხანდახან ვკითხულობ, მაგრამ არ მინდა როგორ გითხრათ. გავცვითო რა ეს ვარო ესეთი. ხო, და მე მაგალითად იგივე ჩემი პედაგოგი, რადგან პედაგოგიკაზე ვლაპარაკობ, სულ ამბობდა, რომ სერგო ზაქარიაძე ითხოვდა 2 თვეს ერთი ლექსის მომზადებაშიო და რა ხართ ასეთი ნიჭიერებიო, რომ დღეს გითხრეს, რომ წაიკითხე და ხვალ მოამზადე სასწრაფო და გამოხვედ და წაიკითხე. იმიტომ რომ იქ არის აზრი ის. აი ახლა სწორედ ბოლო სპექტაკლში, როცა თქვენ ლექს კითხულობთ, ასე ვთქვათ, კადრს გარეთ, ერთი კუპლეტია. ერთი კუპლეტია. აი მიუხედავად იმისა, რომ ერთი კუპლეტია, ჩემთვის უცხო ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ იცოდნენ, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი, მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რომ ვინ კითხულობს ლექს. ხდებით? ანუ ისევ რო დაუბრუნდე ადამიანს, მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ვიზუალიზაცია და ეს გახმოვანების გამოცდილებაც არის, რა თქმა უნდა, და ის ჩვენი ხმა არის თავარი მოქმედი პირი პრაქტიკულად იმ დროს, რაც მოხდა თუნდაც ადამიანების ოჯახში. ანუ, როდესაც შენ მაგას ამატებ ვიზუალს დაუშვათ სპექტაკლში პერსონაჟს. ალბათ კიდევ უფრო მეტ რა თქმა უნდა, იქ შენ იმ პერსონაჟმა შეიძლება ისე არ ილაპარაკოს, განსხვავებული იყოს პერსონაჟიდან გამომდინარე, მაგრამ როცა სუფთა ხმა არის და ეს მუშაობს იმაზე, რომ მაყურებლამდე მიიტანოს იმ სპექტაკლის სათქმელი თუ დედას თუ ის, ამას აქვს ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ამ კუთხით გახმოვანება
ეს არ არის თქვათ ანონსი, არ არის დოკუმენტური ფილმი, რომ აქ კადრზე 7 დიქტორის ხმით წაიყვანო. აქ კიდე პერსონაჟის თამაშია დასამატებელი, ზუსტად იმ რაღაცა ზღვარზეა სათამაშო, რომ არ მოხდეს გადათამაშება, იმიტომ რომ მიკროფონთან თამაში ცოტა განსხვავდება. სხვა სპეციფიკაა შედარებით, ვიდრე სცენაზე იქ ვიზუალთან ერთად თამაში კიდე ცოტა სხვა სპეციფიური ელემენტები ჭირდება მაგას და აი აქ უფრო მიკროფონთან ბევრად უფრო ჩემი აზრით რა, ჩემი გამოცდილებით ბევრად უფრო მეტი სიმყუდროვე გაქვს და რაღაცა არაფერი არ გიშლის ხელს თითქოს არ არის რაღაცა გარე ფაქტორები ხელის შემშლელი, რომ რაღაცა იმ პერსონაჟის იმ რაღაცა ნიშნულამდე მიხვიდე, რომ ისე ითამაშო, რომ გადათამაშება არ მოხდეს. დიდი მადლობა. მე უბრალოდ მაყურებელს მინდა მოუწოდო, რომ ხშირად მოვიდნენ თეატრში და თუ მსახიობ დათო როსტომაშვილის ნახვა უნდათ, ის თამაშობს სპექტაკლებში ავი მუსაიფი, ლამბალო და ყაშა, ჰამლეტი და სულ ახლახანს დადგმული გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭაკა, სადაც ის ქოსიკოს თამაშობს ამ ძალიან პოპულარულ როლს, ძალიან განსხვავებულად, ძალიან სხვანაირად და ეს თავისთავად რასაკვირველია, როდესაც გაურბივართ პლაგიატს, ეს არის არაჩვეულებრივი და როდესაც ყველა როლში ჩვენ სასვლილობ და არა ის უკვე ერთხელ ან 20-ჯერ ნათამაშებს სხვადასხვა თუნდაც დიდი მსახიობის შექმნილ სახეს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ ორშაბათამდე.